ყველაზე მეტად რამ გამოვაცა. როცა ვნახე ეს რა არის სამოქალაქო ომი და ღალატი აფხაზეთში ღალატი, ნამდვილი ღალატი, ზენდიანი ღალატი. აი მაშინ ვკითხე ჩემ თავს, რა მოხდა? ვინ შეცვალა ჩემი ხალხი? როგორ შეიცვალა? მე სხვა ხალხი დავტოვდა, ამხთა სულ სხვა ხალხი. ძვაძმას რო თოფი დაძდევს. აი ესეთი სიტუაცია. აფხაზეთის პრობლემები დაიწყო მე-18 საუკუნეში. მას მერე რაც რუსეთი შემოვიდა საქართველოში და ჯერ კიდე არ იყო შემოსული. რუსეთმა ეს ნაღმები მაშინვე აამოქმედა. მერე მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ეს ნაღმები არსებობდა. ხრუშჩოვმა უთხრა ბრძოლაზეც, რომ თუ თქვენ ჭკუით არ იქნებით, მე თქვენ აფხაზებს მოგისევთ. ესე იგი ეს პოლიტიკის დონეზე იყო ჩამოყალიბებული მუშაობა, სეპარატიზმის მომზადება. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ციკლი იყო თითქოს 10 წლიანი, იქ ეს პროცესები იწყებოდა. იგივე 78 წელს და შემდგომაც. და 87-88 წლიდან ეს პროცესები უკვე ძლავრად დაიწყო რუსეთმა. მაშინ უკვე ორჯერ თუ სამჯერ ქონდა აფხაზეთს დამოუკიდებლო გამოცხადებული და იური არა, მაგრამ სამხრივად, მაგრამ ეს ასე იყო. აფხაზეთში 3 გენერალი იყო, რომელიც არაოფიციალურად ეხმარებოდა სეპარატისტებს. ესენი იყვნენ კოლესნიკოვი, რომელიც შემდგომში გენშტაბის უფროსი გახდა რუსეთის, ჩინდაროვი და ვარაბიევი. აი ჩინდაროვთან მქონდა საუბარი, მაგრამ არ დამალა პირდაპირ მითხრა, რომ ესე მოკლედ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევარდნაძის ხელისუფლება დაემხოს, იმიტომ რომ შევარდნაძემ ჩვენ გერმანიიდან გამოგვიყვანა და იასტავილ нас в чистом поле. რა გვაქვს ჩვენ აფხაზეთთან გასაყოფები? რას მიიღებენ აფხაზები ქართველების გარეშე? ნუ რანი დაიჯერეს, რომ გულწრფელია ის, ვინც ამბობს, რომ ჩვენ საქართველოს გვინდა წასვლა და სადღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრება. ტყუილია, თვითონაც არ ჯერა. თვითონაც არ ჯერა. რადგან შესანიშნავად იციან, რომ ეს 70,000 თუ 80,000 კაცი სულ, რაც აფხაზები მეტი არ არიან, ვინც ახლა ცხოვრობს საქართველოში და აფხაზეთში, 10-15 წლის შემდეგ არაფერი არ დარჩება, ისე როგორც არაფერი არ დარჩა ბევრი ხალხისაგან, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიაში. გრაჩომ ზუსტად აფხაზეთის ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გადაცა ჩვენ მაშინ შეიარაღებულ ძალებს კიტოვას ახალციხის დივიზიის მთელი შეიარაღება, თურქეთს ეკონა საბჭოთა კავშირის გათვლილი დიდი შეიარაღება გადაცა და იცოდნენ მათ, რომ ეს აფხაზეთში წავიდოდა. ეს საშიში ძალა ნურავის მოგონია, რომ იმპერია დაემსხვრა და მორჩა დამთავრდა ისტორია, ამით არ დამთავრდება იმპერიის ისტორია. კიდევ შეხვდება ჩვენ ბევრი და დიდი სიზნელეები. ამხელა მასშტაბის პოლიტიკოსი, რომლის ესე ვთქვათ, მთელი სამოქმედო სფერო ყოველთვის იყო რა, აზროვნება, მუშაობა რაციონალურად, გარკვეული გადაწყვეტილების მისაღება და ასე საერთაშორისო მასშტაბი და უცებ აღმოჩნდა ესეთ ესე ვთქვათ კრატერში ჩაგდებული, სადაც ესე ყველაფერი დუხდა და თუხდა და აქ ის აღმოჩნდა ესე ვთქვათ შეუდრეკელი. სოხუმში რამდენიმე დღე ვარ და სიმართლე გითხრათ, გარდა სოხუმისა ჩემთვის არაფერი არ არსებობს. ეს გახდა ტრაგედია ერისთვის და რა თქმა უნდა ტრაგедия ერის ხელმძღვანელისთვის. Я говорил неоднократно, что все зависит от России. В Абхазии, если говорить о миротворческом процессе, он будет протекать так, вернее, по сценарию, составленному Россией. აი, ალბათ ძალიან იშვიათია, მაგრამ შევარდა თვითონ უკვე ამასაკის ადამიანი პრაქტიკულად მუდმივად ჩამოდიოდა ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, ყველგან და არა უბრალოდ ჩამოდიოდა, გადიოდა ფრონტის ხაზებზე. პირველი დღიდან ბოლო დღემდე, როდესაც ჩვენ სოხუმი დავტოვეთ, ბატონი ედვარდის ვაჟკაცობაში და უშიშრობაში არავის ვერ შეპარდა. პირველი მიდიოდა ყველგან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში
ვეწინააღმდეგებოდეთ ხშირ შემთხვევაში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაღაცნაირად შეგვეზღუდა მისი გადაადგილება, მისი მოძრაობა, არავითარ შემთხვევაში ანგარიშს არ გვიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ევალებდა. რა გვექნა, ჩვენც მივყვებოდით. ნუ გეშინიათ, მე გადაგარჩენთ თქვენო გვეუბნება. Ваша security men, личный охранник, уже просил вас, по крайней мере, 3, 4, 5 раз улететь из Сухуми. Это так? Это правда? Это верно, но пока охрана не подчиняется. შევანაძე სამწუხაროდ ამ ეტაპზე, ახლა როცა ვლაპარაკობთ აფხაზეთის დაწყების წინ, ვერ მართავს სიტუაციას, ვერ აკონტროლებს, აბსოლუტურად ვერ აკონტროლებს შეიარაღებული ძალებს. შეიარაღებული ძალები რა იყო? გვარდია და ფორმირებების გარკვეული ნაერთი იყო. შევარდნაძე არ იყო ჯერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური, მას სრული ძალაუფლება არ ჰქონდა. არსებობდა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი, რომელშიც შედიოდა 4 კაცი: შევარდნაძე, სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი. და ის იძულებული იყო ამათთვის გაეწია ანგარიში. კიტოვანი შევარდნაძის და სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებებს კი არ ასრულებდა, გერეუს ინსტრუქციებს ასრულებდა, იგივე ინსტრუქციებს ასრულებდა არძიმბა და მიზანი იყო, რომ ერთმანეთს დატაკებოდნენ და დაწყებულიყო ომი. ის რომ ბეპაევმა ერთი დატვირთული მანქანა იარაღი მიცა გამსახურდიას იმას, მეორე დატვირთული მანქანა მიცა კიტოვანს. ნუ რა, ესე იგი ბეპაევი დაინტერესებული იყო იმაში, რომ ორივე მხარეს ერთმანეთთან ებრძოლა, იარაღს აძლევდა. პოლიტიკური ძალები ქვეყანაში არ არსებობდა, არ იყო კონსენსუსი, გაყოფილი ქვეყანა ორ ნაწილად, ერთ მხარეს შეიარაღებული ძალები, რომელსაც ზვიადისტებს ეძახდნენ, მეორე მხარეს ვთქვათ ანარქიული თითქოს და სამხედრო ფორმირებები, მაგრამ იმასაც კიტოვანი ედგა სათავეში. აფხაზეთის ომში მოდიოდა ყველა თავისი ჯარი. აქეთ ჯავა იოსელიანი, იქეთ გენო ადამიანი, ედუარდ შევარდნაძე საერთოდ ამ ძალების გარეშე იყო. იქ მოხალისეთა მიერ დამოკომპლექტებული ბატალიონებია, შენ იმას ვერ გამართა. ვერ შეტევაზე წაიყვან, ვერ თავდაცვაზე. და ეს ჩვენ პირდაპირ ოჩამჭირეში ვნახეთ. შეუძლებელი იყო პატარა ბარჟებით ტყვიაწამლის, ნუ რაღაც ყველაფრის შემოტანა იქეთ. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გატარება ზუგდიდის და სამეგრელოს ტერიტორიაზე. მომარაგება არ იყო უკვე. რთული იყო, თვითრენაირად გადაყვანილი ჯარის კაცები იქიდან წამოყვანილი, თან როგორ იყო, წაიყვანდი იქვე დააკომპლექტებდი საბრძოლოებმა, სანამ დაგეგმავდი, ჩვენ დავიღალეთო, ჩვენ და შევცვალო, მოდიან თბილისში. არარეგულარული ჯარი ეს умартавია საერთოდ. Ну я Берхов захлара. Я должен туда поехать, я должен ситуацию разобраться. Давай, там командование есть или нет, я могу. Задарь сейчас, там очень много. Все, давайте. Там быстро сейчас разберем ситуацию. უკეთეს შემთხვევაში იყვნენ ის ჯარის კაცები, რომლებიც ჯარში მსახურია, საბჭოთა ჯარში ვიცი მსახურობს. ერთადერთი ის ვიყავი, აი ჩვენ ვიც ვიყავით, მის აი ვთქვათ მართლობის ისინი, მაგრამ ჩვენ ამ მართლობას ხო ვერ ავიღებდით ჩვენ ხელში. მაგრამ ედუარდ შევარდნაძე ამას ვერ წყვეტდა, თავდაცვის იყო კიტოვანი. ადამიანმა, რომელსაც არ სამხედრო საქმე იცოდა, არ სამშობლო სიყვარული იცოდა, მე როგორც ვატყობ აი ესეთი მაშინ თუ როდესაც შენ უყურებ, რომ შენ უკვე ზედმეტი ისახარ, ხო? იმედ ერთად აწვევი სახელმწიფოს. უნდა გადადგე, მიცე იმ საშუალება, რომ გაკეთდეს რაღაცა. ისრით ის იქიდა, ისრით. გამოდით, შევოდით, ისრით. ნათქვამიც არის, რომ ვაჟკაცებსო ტყვია არ ეკარებათ. მე სხვა ახსნა იმისა თუ როგორ გადარჩა ის ბრძოლის წინა ხაზზე გასვლის დროს, როდესაც ნავთობწნები დაუშინეს იმ სახლს, სადაც ეგ ცხოვრობდა დაცვის მუშაკებთან ერთად. ეს იყო გადარჩენის, რა გითხრათ, შანსი ალბათ 1-2% იყო, მაგრამ გადარჩა. ღმერთმა დაინდო მაშინ. აფხაზეთში ჩამოდის რეგულარულად. აი ამ ყველაზე მძიმე პერიოდში. ჯერ მარტო თვითმფრინავის ყოველი გადმოფრენა არის, რა თქმა უნდა,
ძალიან სახიფათო და ის გადის ფრონტის ხაზზე, რომელიც იბომბება გრადის ჭურვები და საარტილერიო ქვემეხები და იმით და ამით. დილით იქნება საშუალება. სიგიზე განს მაინც ინარჩუნებენ ჯერ. ასე გამოდის. ერთი პერიოდი ვგრძნობდი, რომ მას აქვს რწმენა ღვთის ასე განგების, რომელიც მას იფარავს. ესე იგი მე ამას ვგრძნობდი, რომ ეს ჰქონდა რწმენა. მე რო გეუბნებოდა ხოლმე, ნუ გეშინიათო, მე ღმერთი მიფარავს და თქვენს ჩემთან ერთად დაგიფარავთო და ალბათ ბევრ შემთხვევაში ამანაც გაგვიმართლა. ერთ ნახევარსაათს ასულები ვიყავით პოზიციაზე. დავჯეგეთ მოსასვენებლად, გავაწილებული ვიყავით ისე რაღაც ვერტალოდის ხმა გავიგეთ. და უცებ ჩავწეკით. 10 მეტროში ჩვენგან პალიანა იწყებოდა. და უცებ ერთი დაჟდა და ებიჭებოდა მერაბი ერთი ჩვენთან. და განტამიოს მოკიდა ხელი და რომელიც პირველი რო დაჟდა უცებ ესროლა და აფეთქა. 3 გადმოხდა. და გაიქცენდა და არჩენი უფეთ აფეთქა ვერტალოდი და ჩაიწვენ შიგით. რამდენი იყო, ვინ იყო არ ვიცი და 2 გაბრუნდა უკან. და მე 14 წელში გზადმა დაგწყო და დაგვეჭრა ბიჭები და ჩამოვიყვანეთ. მერა აქშო სონაროდი ჩამოდის კიდე. მე ნახევარსაათს უკვე ჩამოსულია, დაჭრილები ჩამოვიყვანეთ. და ბიჭები დარჩენ? კი, ბიჭები დარჩენ. სამხედრო პოლიცია მთლიანად იქაა და ჩვენი ნაწილი. ჩვენი დახოცლები არ იყო. არა, ხო? მე რომ წამოვიყვანეთ, იყო ყველა ცოცხლები დაჭრილები. შენახაური ხარ? შემოდგომა 92 წელია, ბოლნის დმანისში ძალიან დაეძაბა სიტუაცია. პრობლემები შეიქმნა და სასწრაფოდ წავედით. გამგეობის შენობაში ტარდება თათვილი. და ესე რამოდენიმე პიროვნება დაცვიდან დგავართ, პატარა მისაღები იყო. და უცებ შემოდის ერთი პიროვნება შავებში ჩაცმული, შუბლზე შავი ლენტა უკეთია, კილოც ისეთი აქვს, ცოტა სვანური და უცებ ამოიღო ჯიბიდან ხელი და უჭირავს ხელში ყუმბარა. და გვაჩვენებს, აი ყუმბარა. აი კალცო. მეორე ხელში უჭირავს ეს რგოლი, დამცავი რგოლი, შემიშვით შევარდნაძესთან. ნუ როგორი თემა, ოდნავ არასწორი მოქმედება, ოდნავ არასწორი გადაწყვეტილება, შეიძლება ხელი გაუშვას და სულ ყველა დავიღუპებით, ვინც იქავართ. ნუ მოკლედ ახლა იქ როგორ მოხდა რანაირად გადავაფიქრებინეთ ამ ახალგაზრდას ამ ყუმბარის ესე ვთქვათ გახსნა და რაღაცა ეს მეორე თემაა, მაგრამ მაინც ბატონმა ედვარდმა იკითხა რა ხდებაო რომ გამოვიდა ხმალზე და ნუ უთხარით ესე და მივიდა არ შეშინდა. მიუხედავად იმისა რომ ვცდილობთ რომ არ მეგვეშვა, მივიდა და პირდაპირ აი ესე რა გინდა. რატომ მოხვედი პირდაპირ აი ესე და რამდენს ბედავ. პიროვნება დაიბნა. ნუ აი ძნელია სიტყვებით ეს თუ არ ნახე, ამის გადმოცემა რთულია რა ხდებოდა მაშინ. ჩვენში რა ხდებოდა რომ ველოდებთ რაღაცა შეიძლება მომხდარიყო და ესე უშიშრად ფაქტიურად გააუნებელყო ეს ადამიანი. როკითხოთ როგორ ახართ მეთქი? კარგად, ვაშკაცო. კი ვარ. ვაშკაცო კი ხარ. არჯობა. ვამუჭომორო. შველას ვითხოვ. შველას ვითხოვ. რა უნდა და იმ ხაზებს უკეთეს ყველაფერი მათ ხარეზე იყო. რა უნდა და ბატონ ედუარდ, ჩვენ ადგილებრივ ხალხს აქ რატომ არ გვაძლევთ იარაღს? მოგცა. 60 კაცი ვარ, მაგრამ ახაიგაზრდა ჯობი ვარ, ტროიაში და. მომეცით იარაღი. მე ვიცი რომ გიჭირთ აქა, ორი არ არის, წყალი არ არის, არაფერს არ ვამბობ, ჩვენ არ წუწუნებს ხალხზე, არაფერს არ წუწუნებს. თქვენი ჩამობზანება ეს არის დიდი მორალური გამხნევება ამ სოფლისათვის და ყველასათვის. მადლობთ. მშვიდობას გისურვებთ. მშვიდობას და მშვიდობა უიარაღოდ არ იქნება, უნდა უნდა რახან გითხარი? ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ. სოხუმში, აჩადარას რაიონში სკოლა იყო ესეთი და სკოლაში გაკეთდა ჰოსპიტალი და ჩასულები ვიყავით მაშინ სოხუმში, სადღაც თუ არ ვცდები, ნოემბერი, დეკემბრის თვეა და
დიდი იკარუსი იდგა მახსოვს და აი შევედით თუ არა ჰოსპიტალის შიგნით ფოიეში გაისმა გასროლის ხმა დიდი გრუხუნის ხმა და ჭურვი მოხვდა იმ ავტობუსს სადაც ჩვენი მანქანები იყო გაჩერებული მიზან მიმართული ბომბი გამოუშვეს რომ ეთყობა აცდა და იქ იკარუსი იყო და იკარუს მოხვდა და იკარუსი გალეცა შუაზე და რაღაცა და ჩვენ მართლა შეგვეშინდა რა რო შემოვიდა და რა რიში შეგეშინდა თუ კაცო ბომბი ჩამოვარდა მეტი ხო არაფერიო ნუ ყველა დავწექით ახლა შეგვეშინდა ნუ რა თქმა უნდა ჟურნალისტებს მთელი კორპუსი იყო ერთი 10 კაცი იყო ჟურნალისტები არის ეგეთი თემა როდესაც დაცვის ობიექტი არ გემორჩილება ერთი მუშტი მუცელში მეორე კისერში უნდა მოხუნო ზევიდან გადაეფარო და გაიყვანო უსაფრთხო ადგილას და ეს ინსტინქტურად გამომივიდა. ხო და ამომხედა და ბომბი არ ჯობდა დამცემოდა შენ დაცემასო მითხრეს. ამ დროს სახში არის ყველა ან ტელევიზორთან მიმჯდარი, ან რადიოზე, ან ლაპარაკი რა ხდება, როგორ ხდება, ჭორები, ისენი, ესენი, ვიღაცას ურეკავ, როგორ არის, რა მოხდა, ვინ აფეთქდა, როგორ აფეთქდა, ანუ ყოველდღე ვიღაცა ყდება, ვიღაცას რაღაცა აქვს. გადარჩა თუ არ გადარჩა აი როგორ ეს არნორმალური სიტუაცია აბსოლუტურად ძალიან მტკივნეული თემა იყო გაგრის დაცემა ყველასთვის და მათ შორის შეონასთვის ჩვენ მაშინ სოხუმში ვართ ვერაფერი ვეღარ ეშველა ამ გაგრას ყველა ძალები მიაყარეს როგორც აფხაზებმა ესე დაქირავებულმა სეპარატისტებმა და ასე შემდეგ და მაშინ ბატონი ჯაბა იყო ის მე გამოვიდა იქიდან მე გიაყარყარშვილი გავაგზავნეთ სპეციალურად რომ გაგრის დაცვისთვის ხელმძღვანელა სამწუხაროდ იმდენად დიდი იყო ძალებს შორის განსხვავება და იქ უკვე რეგულარული ნაწილის მონაწილეობდა გაგრის ოპერაციაში რომ მიუხედავად იმისა 800-900 კაცი ჩვენი იბრძოდა ბევრი დაიღუპა მათ შორის გიას ძმა დაიღუპა და სხვები მაინც გაგრა ვერ შევინარჩუნეთ და ლესელიძეც დაეცა და ნუ მოვიდა ინფორმაცია რომ გაგრის მოსახლეობა გაიხიზნა და გავიდა სად ლესელიძეში და გამტეაჩი. ბატონმა ედვარდმა გაამზადეთ ვერტფრენი მე გაგრაში უნდა წავიდე. მაშინ ავთო იოსელიანი იყო აფხაზეთის უშიშროების მინისტრი, ბატონი ავთო გადაეღობა მას ვერტფრენის შესვლის დროს და უთხრა ბატონ ედვარდ მე ვერ გაგიშვებთ. ჩვენს წინააღმდეგობა გაუწიეთ და ხელი კრა პირდაპირ არ მჭირდება არც დაცვა და არც შენ არ მჭირდება უთხრა მაშინ ავთო და შევიდა ვერტფრენში. ნუ ლესელიძეში რა თქმა უნდა ძალიან და განთიაჩი ძალიან რთული სურათი დაქვს და ეს ბავშვებით გამოძევებული მოსახლეობა პრეტენზიები აბსოლუტურად სწორი ძალიან ხوارდა ქუჩაში ძალიან არის საშველი რა მეგობრებიშელოთ არაფერი არ დამჭა, ასე დაფიქრო. იარაღი სარაგო. 4-5 დღე იარაღი. აუ შენ მყავს შეგედებით მიცონდაში. სამი კვირა ვერ გამოვიყვანე და რაღაცა გუშელი რა. იც კატარას არავის არ ინდოდეს, სასწაულებს შვებიან გაგრაში. ჩვენ უბრალოდ პატარა ბავშვები ვიცადეთ. გაგრა ხალხი გამოვიძებთ. ამის შემდეგ შეიძლება მათთან ერთად ცხოვრება. მიზანები არ გამომდიოდი არ მოსული. უბრალოდ ხარაკი ვინჩვარ გამოგცემული გაგრაში აქ გამოვიქცეს. იქ მკლავე როგორ დაჩინებ როგორ ჩარავინ არა ორხიდაში. მე ხო სხვანაირად არა ყარყარაშიც გავყვები. დათუნაშიც გავყვები, მარინაშიც მე ბრძოლაში ვერ გავყვები. ორხიდაში დამტოვა. ზურგი მომიხსნა და გამოიქცა ტანკი მომდევდა და ისე მოვდიოდი. მსოვრია. ხორი ინტელიგენცია ვინმე? უთითვია ჩავჩიჩინე. უთითვია ჩავჩიჩინე. ხორი გამოვიდა ტელევიზიაში. ელაბარაკოთ ამ ხალხს, უთუთ ნამუს დაკარგესო. ნამუსი არ დაკარგო. ოდა დაგვეხმარ, ამდე დაგვიხოცეს, ამდე დაგვიწვეს. ფხეცობას ამდესრობენ და დებიაც, მები აქა. შულები აქ ცხოვრობ, ის ცხოვრობ, როგორ ყველაფერს ხასი გადავუსვეს? ჯერ სარტოპტერი დავამარცხო და მე თუ ვერ გავიყოთ, რაღაცა დავწყოთ ერთმანეთს და ავყოთ ერთმანეთო. თუ ასეა, როგორ გითხრათ, მაგრამ ეგენი უნდებიან თავისი ხალხის დარბევას, ძარცვას, უბედურებას. ხობში ასეთი ამბავი დაატრიალეს, მარტვილში ასეთი უბედურება დაატრიალეს, ზუგდიდში დაატრიალებს კაცმა ეს. თუ რამე ქართული არ ის ხალხი, ეს არ მოხდებოდა აქ, რომ იქ ჯარი არ იყოს კიდე საჭირო. ჩვენი ხალხი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ, აი ესეთ უბედურებაში. საღამოს, როდესაც მოვრჩით ყველაფერს, გავიარეთ შტაბში დიდი შეხვედრები რა იყო, ყველა სამხედროები იყვნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება
იქ რომ მივედით, ჯიმიმ გითხრა მაისურაძემ, რომ გვიკრძალავენ აფრენას. 174 მაშინ გია ყარყარაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, გიაც ჩვენთან ერთად იყო. გიას პირდაპირ უთხრეს რაციაზე, რომ არ მიუახლოვდეთ ნაპირს ხამის საათებში 5 კილომეტრზე ახლოს და დღის საათებში 15 კილომეტრზე ახლოს. და შესთავაზეს მას, ეს არის ყველაზე საინტერესო, რომ გადავიდეთ ეხლა ჩვენ იქით, სოჩის მხარეს, მაშინ მოგცემენ ჩვენ სათანადო თვითმფრინავს, უფრო მყარ თვითმფრინავს და ამითი გადავფრინდებით სოხუმში. რა თქმა უნდა, ეს მან არაფრით არ დაუშვა, მე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რატომ უნდა გადავიდე და იქიდან რატომ უნდა გაფრინდე, ეს იყო მისი მოტივი. და ვინც იცნობს შევარნაძეს, ეს ამ საქმეში ყოველთვის ჯიუტი იყო, მოდი ასე ვთქვა. მოკლედ ავფრინდით, გაგრას გაუსწორდით, უკვე მოუფრინავთ სოხუმისკენ და ამ დროს გამბოჩდა ვერტფრენები. გაგვიხარდა, რომ ჩვენი დაცვა მოვიდა, ერთ-ერთი გადარჩენის შანსსაც მოებღაუჭეთ, იმიტომ რომ საშიშროება ძალიან დიდი იყო და ამ დროს მოხდა ესე, რომ ერთ-ერთი ვერტფრენი წამოგვეწია და ჩვენი ვერტფრენის ქვეშ შეძრა. ამ დროს ვიგრძენით ეს საშინელი დარტყმა და ვერტფრენი აყირავდა. ძალიან დიდ განსაცდელში ჩავართ, რადგან ამ დროს ჩვენმა ვერტფრენმა დაკარგა ფაქტიურად მართვა და წავიდა წყლისკენ და პილოტის განსაკუთრებული ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი რომ არა, ნამდვილად ჩავარდებოდით და ყველაფერი დამთავრდებოდა ამით. ბატონი ედვარდი გაუნძრევლად იჯდა და ემოციაც არ გამოუხატია. აღმოჩნდა, რომ ზემოთ როგორც კი ჩვენ ავფრინდით იმ წუთში რუსეთის სამხედრო ბაზიდან აფრინდა 2 ვერტფრენი და 2 სუ სამხედრო და დაგვაჭდნენ უკან. როგორც კი ჩვენ წყობში ჩავდექით, იმ წუთში იმ ერთ-ერთმა ვერტფრენმა დაეკავა ადგილი, რომელიც კლასიკურად უნდა დაეკავა ჩვენ ვერტფრენს, ჩვენ რო ყოლოდა 4 და ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ამას ეხლა უფრო დიდხანს ყვები, ვიდრე ეს რეალობაში ის რაც მოვყვედი, ის რაც ხდებოდა, იმიტომ ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. ანუ გათვლა გაკეთებული იყო იმაზე, რომ თუ კი ეს ვერტფრენი წყალში ჩავარდებოდა, მას არავითარი არც ერთი ტყვია, არც ერთი დამსხვრევი ჭურვის არ ექნებოდა. უბედური შემთხვევა. ეს იყო, ასე ვთქვათ, იდეაში. ფრინავებმა ვეღარ გაბედეს სოხუმისაკენ წასვლა და არც იყო амის აუცილებლად და ჩვენი ვერტფრენი მოტრიალდა და დავჯექით ისევ ლესეღლიცის стадионс. Как раз под вашим. Он, значит, пристроился так удачно, значит, правой стороны, что создавалось общее впечатление, что 3 единицами он сопровождается, значит, вся группа. Если они находились в ресторане 500 метров, значит, это было невозможно обнаружить. Значит, вы считаете, что профессиональный летчик сидел? Да, чересчур профессиональный. მიდამთავრდა მე პასუხი თქვა რომ ეხლა კიდე ამ გზით გააგზელებთ წამოდი და თქვენთვის თვითმფრინავი გააგზავნოთ და გადაგვიყვანეს ეხლა მე დიდი თხოვნი და ეს პირველი ვერსია პრაქტიკულად შესრულებული იქნა აი ამ ინციდენტის შემდეგ. ძალიან მძიმე მომენტი იყო, საოცარი შეურაცხყოფილი და საოცარი ესე ვთქვათ, აი დამცირებულები ვიყავით. ეს იყო უმძიმესი ღამე რა, ძალიან დიდი განცდით სავსე, არასოდეს არ დამავიწყდება ეს ღამე და ის როგორ ეჭირა თავი შევარდნაძეს სოჩაში. ვნახე მის ვერტფრენში მჯდომი ათობით გაფითრებული და შეშინებული ადამიანი და ვნახე შევარდნაძე, რომელსაც შიში არ ეტყობოდა, ნუ. გაცილებით ნაკლები იქნებოდა მსხვერპლი და გაცილებით ნაკლები იქნებოდა დანაკარგები, რომ შიშარები და პანიკიორები არ იყვნენ. ყველაზე დიდი მტერი დღეს საქართველოს შიშარა კაცია. შეთანხმებას, რომელიც მოხდა ივლისის თვეში 93 წლის. კიდევ სამშვიდობო შეთანხმება. აი ბევრი ახლა ლაპარაკობს, რომ შევარდნაძე და მე მალევე უკვე ივლისიდან რაღაც 2 თვეში რუსებმა დაიწყეს შეტევა სოხუმზე. ბევრი ახლა ლაპარაკობს, აი შევარდნაძე როგორ მოტყუდა და რატო მოტყუდა და ივლისში რატო წავიდა ამ შეთანხმების დადებაზე. მე არ იცის მაშინ რა მე ივლისში თუ თელ ივლისში სოხუმში ვიყავი უკვე შრომა რო აიღეს მანამდე კამანი აიღეს უკვე სოხუმთან მოვიდნენ და ეს არის სიტუაცია და შევარდნაძემ ჩაატარა თათბირი და პირდაპირ დასვაკითხა რამდენ ხანს ჩვენ გაუძლებთ ამ ასე ვთქვათ შემოტევებს და ყველას მხრიდან იყო ძალიან პესიმისტური ხაზგადასმული პასუხი რომ ჩვენ ამას დიდხანს ვერ გაუძლებთ. მე და ის დავრჩით უკვე და მეუნება, ნუ რა გვაქვს ახლა რა შეგვიძლია, ამ ზღუდის გაკეთება შეგვიძლია. შემდეგ ამასაც დავტოვებთ, იმიტომ რომ საშუალებები არის, შემოტანა შეუძლებელია.
აი მაშინ კი მქონდა ცნობა ისეთი როგორც რომ აი ადამიანის სიკვდილს ეძებს. დადგა ვიფიქრა რაღაც ისეთი ისინი და იციო რა მინდაო? მინდა რომ ახლა ჩამოვარდე საქჭურვიო და მომკლავსო ან რაღაც ესე გამანადგუროსო. და შეიძლება კიდეც ნატრონდი რომ და მოხდეს ის რაც ეკваრად გამოაფხიზლებს თემ სოფლიოს. იმიტომ რომ მაშინ ჩვენ მარტონი აღმოჩნდით. ძალიან დიდ ძალებთან. მე რაღაცა მიხვდა რომ ეს მე არ მომეწონა რაღაც იმაში და აწიასე, მაგრამ შენ რას გერჩიო? მაშინ იყო სასწარკვეთის ისეთი წუთები, როცა დამფრთხეს გასაგებიცა ადამიანი ფიქრობს რომ ამით დასრულდეს ყველაფერი. არ დატოვა არც ერთი საშუალება, რომელიც არ გამოეყენებინოს თელ მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვისთანაც კი მას ურთიერთობა ჰქონია და ვის წინაშეც, ვის თვალშიც მას ავტორიტეტი ჰქონდა, ყველას მიმართა. და ეს იყო საშინელი იმედგაცრუება, როცა არავინ აბსოლუტურად პირდაპირ თუნდაც სამხედრო მხარდაჭერაზე არავინ არ წავიდა. აი იმ დროს, როცა ომი მიმდინარეობდა აფხაზეთში იყო, ასე ვთქვათ, ინფორმაციულად აბსოლუტურად იზოლირებული, იზოლაციაში. თქვენ წარმოგიდგენიათ ისეთი გიგანტი, როგორც არის რუსეთი, მისი საინფორმაციო საშუალებები, რომელიც მუშაობს მთელ სოფლიოზე და ჩვენ იქედან რაღაცა წვრილი ხმით რაღაცას ყვერივართ და ვერ ვახერხებთ რომ მივასწინოთ მთელ სოფლიოს. მაშინ სოფლიოს საზოგადოებრივი აზრი არ იყო ჩვენ სასარგებლოდ პირდაპირ გეტყვით, არ იყო. მარტო იყო დარჩენილი. საქართველოს იყო მარტო და მისი ხელმძღვანელიც მარტო იყო დარჩენილი. ხო და რაც შეეხება დასავლეთ მეგობრებს, ერთ-ერთი შეცდომა თუ იყო ბატონი ედუარდისა, ეს იყო ზუსტად რომ განსაკუთრებით ენდო ამ ხალხს და ბევრმა მათგანმა იმედები რბილად რო თქვა ვერ გაამართლა. სოფლიო თვლიდა რომ ეს არის რაღაც კონფლიქტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მიქ ბოლოს დემოკრატი ელცინი არის რუსეთში და ის მიხედავს ამ საქმეს. ასე ჩაგვაბარა თუ შეიძლება თქვა საერთაშორისო თანამეგობრობამ მიანდო ჩვენი ბედი რუსეთს. მაშინ როდესაც რუსეთი იყო ამ კონფლიქტში დაპირისპირებული საქართველოსთან. Опасность все же велика. Так что я вас приготовлю бункер на всякий случай. Why did you decide to come to Sukhumi to defend it? Сюда. Почему вы решили приезжать сюда, вот в такой, вы будучи президентом, главой страны, в таком опасном месте? Я дал слово сухумцам и моему народу, что буду отстаивать город и не собирался и не собираюсь покинуть, если даже произойдет самое худшее. ეჭ მე მგონი არავისი არ იწევს დასტერში და მოყარეში რომ იგი მართლაც უხორცოსავით უშიშარი იყო. აფხაზეთშიც იცით ბევრი იყვნენ გამსახურდეს მომხრეები. მათ შორის ჩვენ ჯარშიც იყვნენ ისინიც კი ამბობდნენ რომ შევარნაძეს რასაც ვერ დააბრალებ, რომ ესე იგი ესეთი უშიშრობა და რომ უყურებდით, ესე იგი ჩვენ თვითონ ვიყავით ესე ვთქვათ აღტაცებულები მისი მოქმედებით. ეხლა მთავარია სოხუმი გადარჩეს. სოხუმი და საერთოდ აფხაზეთი გადარჩეს და საქართველო გადარჩეს. უცხოელებამ მკითხეს რას ნიშნავს სოხუმი საქართველოსთვის. და რას ნიშნავს სოხუმის დაკარგვა. სოხუმის დაკარგვა ნიშნავს საქართველოს დაშლის დაწყებას. 31 დეკემბერია ჩვეულებრივად გამოპრანჭულები მივედით, ესე ვთქვათ, ასე ვეძახდით მაშინ სამსახურში და დილას გვეძახის გაამზადეთ თვითფრინავი. სად მივდივართ? სოხუმში მივდივართ. როგორია 31-ში სოხუმში და გაფრინდი და ახალი წელი ოჯახს მოწყვეტილმა, ყველაფერს ყოდა, თელი გეგმები. ღამეს 2 საათი იყო. წარმოედგინეთ თოვლი, ქარი, სიცივე. აი მივდივარ პოსტების დასათვალიერებლად სადღაც კინთხთან მიახლოებული და 3 მანქანის კოლონა მოემგზავრება ოჩამჩირით. ინა გავაჩერე მანქანა გადმოვედი და გავაჩერე რომ ვინ არია, ვინ გაბედა, ვინ ფრონტეს სიახლოვეს ანთებული ფარებით დადის გზაზე. საერთოდ არ ვიცოდი ის თუ ოჩამჩირიში იყო და ოჩამჩირიდან მიემგზავრებოდა სოხუმში.
რომ გამოკითხავს რა ხდება ფრონტის ხაზზე, მანქანიდან გადმოხვალ გესაუბრება, ამ დროს ცივა, თოვს, ყინას, ღამეა, სროლებია და მშვიდად გესაუბრება რა ხდება, რა მდგომარეობა, რამდენი კაცი. ჩემთვის ცნობილი იყო თქვათ ის ფაქტი თუ როგორ იარა გადამღებ ჯგუფთან ერთად აქაც რომ დაედასტურებია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების მომენტი ეს გარკვეულად იყო ძალიან დიდი პიარ სვლა წარმოიდგინეთ ის რომ ის დგას ჩამოგდებული რუსული бомбдамშენის წინ цинично заявление о том, что грузины припрашивают самолеты, кстати, сами бомбят свои собственные города. Не есть оснований для того, чтобы выразить тревогу и предупредить всех, что это не закончится добром. Пока не поздно, остановитесь. ეს იყო მცდელობა, რომ ერთის მხრივ საქართველოს შეუძლია ბრძოლა, თქვათ, აწარმოოს ისე, რომ მტერი დაამარცხოს, ეს ერთი გზავნილი იყო და მეორე მთავარი გზავნილი ის იყო, რომ ზეგი ჩვენ ბომბავდა რუსული ავიაცია. როცა სოხუმში შევიდნენ ჩვენი ჯარები, რუსეთში გარკვეული შეშფოთება შეიმჩნეოდა ამასთან დაკავშირებით და მაშინ ძალიან დიდი ინიციატივა გამოიჩინა ელჩინმა და მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკება. ჩრდილო კავკასიის ყველა ლიდერი ესწრებოდა ამას. მათი ხელმოწერებისა ამ შეთანხმებაზე, რომ აი ცეცხლი შეწდება, ომი აღარ იქნება და მშვიდობა მყარდება აფხაზეთში. მერე არზინბამაც ხელი მოაწერა, რა თქმა უნდა, ჩემი ხელმოწერა იყო. Мы подписали как две главы государства России и Грузии Златобойсович. Но дальше подписались сегодня все военные противостояния прекратить, перестрелку всю прекратить. Мы не допустим, что все, что было сказано, осталось только на бумаге. Мы будем драться за то, что воцарится мир в этом нашем трудном регионе. საქართველოში ყველამ აღიქვა როგორც დიდი გამარჯვება. ომი მთავრდება, სისხლის ზღვა არ იქნება და არავით არის საფრთხე არ ემუქრება. აი ამ ესეც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ომისთვის არ ემზადებოდა. თორემ მაშინ სხვანაირი განწყობილება იქნებოდა თვითონ სამშვიდობო ხელშეკრულების მიმართ. საქმე იქამდე მივიდა, რომ გაგრაში ყოფი ნაწილები უკვე დაждდნენ ბარჟებზე და მასშურად დაიდნენ ფოთისაკენ. ჯაბა იოსელიანი გაგრაში იყო, გაგრის თავზე. იქედან გადაყურებდა მთლიანად ეს ბიჭვინ თავს და სხვებდა. ჯაბა ჩამოვიდა და მეუბნება, რომ აღარავინ არ აფხაზებიც არ არიან. არც რუსები არიან. ეს ბიჭები მიდიანო, ნელ-ნელა და მე რაღა მინდა აქ. და ჯაბა წამოვიდა. მე დავთქვით, რომ შევხვდეთ გუდაუთის გადასახლებთან ან სოხუმში. ახლა ის რომ მას ბრალდებად უყენებენ ხელი რატომ მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას და რაც მერე განვითარდა რომ ხალხი დაბრუნდა ნაწილობრივ და მერე აღმოჩნდნენ ხაფანგში ამას ვერ გათვლიდა. ასე თავდაჯერებულად ამაზე თქმა რომ ეს არის აბსურდი. ასე რომ ეს შეთანხმება, როდესაც რუსები წამოვიდნენ ამ იმით ინიციატივით, რომ მოდი სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე დავდოთ, შევნაზე სხვა გამოსავალი არც ჰქონდა. ბუნებრივია ასე დროს ნებისმიერ ხელშეკრულებას უნდა მოაწერო ხელი, რომ მარაგით შეივსო და ჯარების რეორგანიზაციაც გააკეთო და ბევრი სხვა რამე, ანუ გამოიყენო იმისთვის, რომ გაძლიერდე. ეს ხელშეკრულება რომ თან დაედო სახელმწიფოს მეთაურს, მერწმუნედ უფრო კარგად ფლობდი სამხედრო ვითარებას. ორ თვეში ჩვენი სედაც სამხედრო მასალები მთლიანად ამოგვეწურებოდა და ყოველდღიურად სარიელდებოდა საარტილერიო ჭურვების საწყობები. იმ პერიოდში აი დროები დარეგულირდა, მაგრამ მე რუსებმა ხელახლა დაიწყეს ესე რომ ვთქვათ აგრესიული ქმედებები და არ ეს ფაქტიურად ყველა შეთანხმება და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დაიწყო შეტევა გაგრაზე. გაგრაში სულ 20 ბიჭი იყო.
და მირეკავს მორიგევიც იყო. ახლა თბილისშია ეს მე მგონი. მირეკავს რომ აი დაიწყეს შემოტევაო და სულ 20 კაცია და ისინი 400-500 არიან. მათ შორის რა თქმა უნდა უმრავლესობა რუსები. გაგრა აიღეს და მე დაიძრენ თანდათანობით ლესელიძისკენ. დამიძახის რომ ბატონ ედვარდი გეძახის რომ შევედი და მეუბნება რომ გრეჩკოს დაჩაზე წავიდეთ ხო. აუ გრეჩკოს დაჩა იყო ერთი ყველაზე საზღარი ადგილი რა. ახლა ჩქარა თუ გავივლით კარგი იქნება. ჯერ ეს ერთი ზემოდან დაყურებდნენ ასე ვთქვათ აფხაზების და რუსების პოზიციები. მე ეს იყო შესართავი სადაც გუმის და ზღვას უერთდებოდა იქ იყო ვებერთელა ძალიან დიდი მანდარინების ბაღი. დაიჩუდა იგივე. როგორც პოზიცია იყო კატასტროფული, იმიტომ რომ ნუ დაახლოებით კილომეტრი ფეხით უნდა გევლო გაშლილ ადგილზე იმისთვის რომ მისულიყავი ჩვენ პოზიციებამდე. მე ვთქვი ბატონ ედვარდ რაღა გრეჩკოს დაჩა. იქიდან არაფერი არ ჩანს მეთქი რა. წამოდით მეთქი შრომაში იქიდან ყველაფერი კარგად ჩანს და მე ვაკო დასათვალიერებლად არა ვარ მოსულიო ჯარისკაცების ნახვა მინდაო. ნუ ეხლა აღარ ქონდა აზრი კამაც და გადარწმუნებას, იმიტომ რომ რახან თქვა ედუარდ შევარდნაძე როგორ შეიძლება რაღაცა ტყვია გავარდეს და ის ქართმისულიყო. სადაც ყველაზე რთული პოზიციები იქ იყო. როგორი დამოკიდებულება იჩდება თაი. უშუალოდ იმ ადგილას, სადაც ყოველ წუთში დეცეკიდია ყველა ჩვენთაგანი, ჩვენი თანამოქალაქეების ბედი. ეხლა მე ისეთი გზნობა მაქვს, რომ თქოს კიდევ ვერ გავრკვეულ ვარ, ნუ თუ შეიძლება ეს ფრონტის ხაზი იყოს. აი ამიტომ იმის გზნობაც არ მაქვს, რომ შეიძლება ვიღაცამ გესროლოს. ერთი რამე ვთხოვე, მაშინ ახალი მე მგონი ბეიკერმა თუ ვიღაცამ ზუსტად არ ვიცი შეიძლება გამოაგზავნეს სამხედრო ფორმები. ამერიკული სამხედრო ფორმები და ბატონ ედვარდის დაცვას ეცვა ეს ახალ-ახალი ამერიკული ფორმები. უყურებ და ვეუბნები იქიდან იმა დურბინდები ხო აქვთ კაცო ხო უყურებენ რა ხდება. ეს მეთქი ახლა ესენი რომ დაინახონ, ეგრევე მიხვდებიან რომ ვიღაცა ძალიან სერიოზული თანამდებობის პირია ჩამოსული და მეთქი იქნება რა ვქნა გავხადოთ, მაგრამ მე ვთქვი არ გავხადოთ, უბრალოდ ნაწილი დარჩეს მეთქი რამდენიმე კაცი, ვინც უშუალოდ თქვენს გარშემო იქნება. დანარჩენებს ჩემებს წამოვიყვან ჯობია, იმიტომ რომ უკეთესად ადგილიც უკეთესად იციან, ისეთი ფორმებიც აწვია რომ ყურადღებას არავინ არ მიაქცევს. მაგრამ მაინც შეგვამჩნიეს თურმე. რომ მივედით პოზიციებზე ჯარისკაცებს შევხვდით, ეხლა ნუ ცანგრებში რომ დაინახეს მოსული შევარდნაძე, ეხლა თან საათ გუმისტაზე ყველაზე რთულ ადგილას. ბუნებრივია სამხედროებისთვის, ნებისმიერი ჯარისკაცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთ ყურადღებას და ესეთ თავგანწირვას ხედავს, იმიტომ რომ იქ მისვლა ეხლა არ იყო ადვილი. მიდი უნდა კონდეს. იგი დაგახვიდეთ და ჩერჯერობით აქ არა სწორედ არ არის. სულ უკმელები ხარ თუ? აა, გულიფშიც რა არის? მე ვარ ერთი აქ თუ დაუთელი. ეს მეზობლე მამიდაში დედაში სულ იქით იყო. დედა სულ აუშ ახალგაზრდები გამოვიდნენ. მეზობლე ბერენ ძალიან ბევრი დაუყურდა. ჩვენი ძმისშვილები, დიშვილები, ჩვენი მომავალი თაობა, რა ისეთ საქართველოს ცხოვრობდეს, რომელშიც ღიბეს ცხოვრობს. სიყვარული შემოგვიყვება. დევანელი საქართველოს დარწმუნებული არის, უძრა საქართველოს. ასეთ საქართველოზე არ ვფიქრობდი და არ ვნატრობ. საშინელებაა. ჩვენ აქ ვიღებთ უკან ხალხი ჯარცვითა და მარადიორობით დიდრდება. ჯერ ეს რასინ დიდრე არის. გული წყდება ასეთ გამომრაბიჯებს. ამაშიც გული წყდება. იცი რა გქოთ, შენ და შენიშნები ააშენებენ ახალ საქართველოს და თავისუფალ საქართველოს ხოლმე. კაცი არ გავა რამდენიმე კაცი გარდა იქ.
ცრემლებს ვერ გაიხაი როცა შენ და შენის. ნუ ახლა ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ვერაფრით ვერ გადავათქრევინეთ და ბოლო-ბოლო შევიყვანეთ პატარა შენობაში და აივანი ქონდა ამ შენობას, რომელიც პირდაპირ გადაყურებდა აფხაზების პოზიციებს. პირდაპირ ხედავდით, აი როგორ დადიოდნენ რუსები აფხაზები, სადიდგა მაგათი არტილერია და შემდეგ და შემდეგ. ყველაზე მეტად დატანჯული იყო მისი დაცვა. ხო, ერქული დაიხურე მეთქი და შემომხედა ესე და რა იყო მიცნობენო? რა უნდა მეთქვა ახლა, შენ დაიხურე ეკუდიო მითხრა. მაგრამ ნუ აი ფაქტიურად აივანზე გავიდა და უყურებდა პირდაპირ იქით და მართლა ძალიან დიდი საშიშროება არსებობდა იმისა, რომ მართლა რაღაცა მოხდარიყო. ზოგიერთ დავინახეთ ადამიანებს. იქეთ არიან ამასთან არა აქანი რაფერა ჩასაფრებული არიან იქანი ბეტონის ქვემოთ ჩამოსვლა რომ დავიწყეთ ატყდა სროლა იქიდან და იძახიან რომ აქედან ახლა არ შეიძლება დაძვრა იმიტომ რომ ამ სახსა და მეორე სახს შორის მანძილი იყო დაახლოებით 50 მეტრი დაახლოებით თუ არ ვცდები აქედან იქამდე და ის იმ ადგილებში შეისროდნენ ზუსტად ბატონო გოგაო დროზე უნდა გავიდეთ აქედანო ეთყობა ჭურვები არა აქვთო და მოიტანენ ამ ჭურვებს ადრე თუ გვიანო და დაადებენ ამ სახსო და მეყოლე ვარდივით მე ვეღარც სახლი გვიშველის და ვეღარც ვერაფერი ამიტომ დროზე უნდა გავიდეთ აქედანო და იმანაც რამდენი ხანი უნდა ვიდგეთო ახლა აქაო ახლა დაუდეგარი კახა ერთ ადგილას უნდა იქ რაღაც სამხედროებსაც დაელაპარაკა და უთხრა გავდივართო რთული ძალიან რთული ბრონჟილეტის ჩაცმა არ უყვარდა ეს ბიჭები გამწარებულები დაძდებდნენ ბრონჟილეტები გაიხადეს ესე დადგა მწკრივი ეს ბრონჟილეტები ხელებზე ჩამოიკიდეს ერთმანეთზე დადეს კედელივით გაკეთდა ერთი მხრიდან მაგრამ ეს კედელის ბრონჟილეტი მოკლეა ტანს და თავს კი იცავს მაგრამ ფეხს ვერ იცავს ახლა ამხელა ბრონჟილეტები არ არსებობს რო გავედით ამ გაშლილ ადგილას რა ნაბიჯს არ უმატებს რა ნელა მოდის მეორე ბატონეთ ვარ ცოტა ნაბიჯი გამოადგინეთ კი ეგრე არ არის მთლად საქმე ახლა ადამიანები ვართ ხო ეხლა იქიდან ზუზუწვილი მოდის ისეთი რომ აი მე ვისავით აი ნაბიჯი არა უჩქარა რა აი როგორც მივდიოდით ესე აი ესე ნაბიჯით მივედით იმხამდე არა ის დაბლა დავტო 25 გამიაქვს ავიდეთ ეგ საშიში არა აი ჩვენ დაფითა ის აქ შორის ძიება შემიძლია არც ამაგიეროს გადახდა მაგრამ თუ თქვენ გინდათ ისეთი სახელმწიფოს მეთაური ყავდეთ რომელსაც თავმოყრობა არ გააჩნია რომელსაც სახელში აფურთხებენ და ის ჩვეულებრივად იწმენ ხოლმე მე ასეთი სახელმწიფოს მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე არ ვიქნები და ვერ ვიქნები როცა შეგიგინებენ იმას რაც შენთვის წმინდა არ შენ მონაპოვრად და შენ თავთან უძილო ღამეების ბრძოლის შედეგად გადალახე და გადაიტანე ამას მე ვერ მოვიტენ და არ მოვიტენ როცა მე ცილს დამწამებენ იმაში რომ მე კომუნისტური რეჟიმის წესებით და კომუნისტური მეთოდებით მინდა იმუშაო ამას მე არ მოვიტენ და ვერ მოვიტენ ბატონმა ჯაბან გაიხსენა რომ მე ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყე. დავიწყე კი მართალია და მე შედეგიო. შედეგი ის იყო რომ მე მივხვდი რომ დაალპაი საზოგადოება. და იმ სისტემის შეცვლისათვის ვიბრძოლე როგორც შემეძლო და ვინ გააკეთა მეტი ეს ღმერთმა განსაჯოს და ხალხის სამართალმა განსაჯოს. იმ სისტემის დასამხობად და დასაშლელად. და ბევრი სხვა რამ კიდე. ნუ გარგავთ ამას საქართველოს. ეს ერთი კაცის საკუთრება არ არის. ნუ რაც შემეძლო მუშაობდი პარლამენტმა რთული იყო 26 პარტია იყო პარლამენტში. მათ შორის იყვნენ არა მარტო ოპოზიციონერები, არამედ ისეთები, რომლებსაც არაფრად არ უღირდა თქვა პირადი შეურაცხყოფა. რაზე მეუბნებით იმას რომ ვეკაჩედეს და შესახებ მას და გარბაჩოვის შესახებ გასაყუდია და შევარდნაძეს ერთი აზრი ჰქონდა და ამას რაღაცას ატრიალებთ სხვადასხვა ფორმაში. არ თქვენიათ კაცო. ჩემი ეს
არის აი სისხლი და გულღვიძლი მიდუხს ახლა. როგორ მეგავთ ამის ლაბარაკს? მე ცერზე გავედი იქ მოსკოვში, ეს არ იყო თბილისი. მოითმინეთ ახლა. მოითმინეთ როგორ იყავთ ახლა? ნუ მოთხოვდინებ. დაბრძანდით იქა თქვენ. მე თქვენ გეუბნით რა იყო და რა არ იყო. თქვენ წესები გაქვთ, მე ჩემი წესი მაქვს. ვინ იყო ის ვის ლაბარაკობდა დიქტატორა მოდის? ფრთხილად იყავით ჩემი მსოფლიო. და ვინ არ შეებყავჭათ այս ძალიან მაღალ სკალას და მაღალ მდგომარეობას. ვინ იყო ეს კაცი? შევარდნაძე იყო ესა. როგორ მზამენ ფილს? და როგორ იცნობენ ვისვისებენ საქართველოს და შევარდნაძეს პარტიის მსოფლიოში, იმიტომ რომ დემოკრატიისთვის იბრძოდა და იბრძოლებს. სანამ სულ მიდგას. რა დიქტატორას მეუბნებით, რაზე მელაპარაკები? კანკალებ აღარ შემიძლია. ჯაბა ძალიან ცუდი სიტყვით გამოვიდა. ეს არ იყო მარტო ჯაბა სიტყვით გამოწვეული. ძალიან ბევრი საყვედური ისმოდა შევარდნაძის მიმართ. ძალიან ბევრი უსამართლო გამოთქმები იყო. ძალიან კაცრი იყო ოპოზიცია, რომელიც ფაქტიურად არაფერს არ აკეთებდა გარდა იმისა, რომ აკრიტიკებდა შევარდნაძეს და შევარდნაძეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდებოდა. ეს ყველაფერი უკვე მოგროვებული იყო. პირველად ხომ ჩემ ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები და ისინი ცოცხალი არიან, ზოგი აქაც არის, ზოგი სხვაგან არის კიდე. სოხუმის ჩავარებაზე იყვნენ მზად. იმისათვის რომ რაღაცა გადადგეს. იყო ეს ამბავი, გასულ მე ჩემი ვიცი ეს ზუსტად ვიცი, არ მithქვამს, ღმერთო ჩემო, ვერ ვკადრე ჩემ ხალხს, რომ ჩვენთან არის ასეთი ხალხი. და 12 დღე რაღაც იქო ვეგდე მაპატიეთ. იმისათვის რომ ვიცოდი ეს მზადდება. რა ვქნა და ვეღარ ამის შემდეგ. და ამის შემდეგ ვიყავი მეიძულებული, ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა. ვიყავი იძულებული წავწავსულიყავი სოჭის ხელშეკრულებას. მე წელიწად ნახევარია რის მოთმენა შეიძლება და ყველაფერი მოიწმინე. რის მოთმენა შეიძლებოდა. ყველაფერი მოიწმინე, გარდა დედის გინებისა. როცა საქმე მივიდა რაღაც პირად შეურაცხყოფაზე, მართლაც ერთ რამდენიმე დღე ვითმინე და მე ვთქვი რომ მე აქ აღარ დავრჩები. მოშერე დამთავრდა. ჩემი მოთმინებას კონდა საზღვარი. დღეიდან შევარდნაძე გადამდგარია. და მაშ ხალხი მახსოვს ძალიან ბევრი მოვიდა იქ. შემდეგ ჩემთან შემოვიდა ერთი ჯგუფი ინტელიგენციისა. მე მახსოვს ქალბობენი სოფიკო ჭიაურელი, თვალსწრები ქალბობენი გურამდა იყო, სხვები 25-30 კაცი და ასე ხელს მიბჯახვნებდნენ. ახლაც მახსოვს აი ყურში ახლაც მიდგას ეს ხმა, სოფიკო ასე ურტყამდა ხელს. ხელი დაურტყა. ამ წუთში დაბრუნდით, თორე სოფიკოს ხასიათი იყო ეს. შეიძლება სოფიკომაც კი გადაწყვიტა ეს მომენტი, რომ შევარდნაძე დარჩა. ნუ რა თქმა უნდა მე შევწუხდი და შეწუხებული იყო აი ბუნებრივი ეს არ იყო ჩემი ბუნებიდან გამომდინარე ნაბიჯი, მაგრამ ხო არის ადამიანს აქვს რაღაც მოთმინების ზღვარი და ამ ზღვარი მე უკვე გადავლახე მაშინ. ერთი ინტერვიუ მქონდა, რომელიც არ შემოგვინახა სამწუხაროდ არქივმა, ეს არის ინტერვიუ, როდესაც ხალხმა დაიჩოქა, თუ გახსოვთ. არ მოეწონა და მე თვითონ მთხოვა, რომ არ გინდა ესა, ნუ გაუშვებო ამასო. არ მოეწონა რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია მის გადადგომის ფაქტმა და თვლიდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ამან გამოიწვია ის, რაც მოხდა მე შემდგომში და მთლიანად თავიდან ბოლომდე მთელ ამ ეპიზოდს ისაფასებდა უარყოფითად. უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენ სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა კურთხება, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური. ხმა ღვთისა და ხმა ერისა. და სწორედ მეორე თუ მესამე დღეს წავიდა სოხუმში და ეს სოხუმის ტრაგედია მერე დატრიალდა.